მოგესალმებით მეგობრებო. დღეს საკმაოდ საინტერესო მნიშვნელოვან თემებზე უნდა ვისაუბროთ, ამიტომ აუცილებლად შემოდით, ვინც ეხლა უბრალოდ ვერ დაესწრება ლაივს, ვერ ნახავთ ჩანაწერს. დავარეგულირებ ხმას. კომპიუტერთან შემოვალ, რომ ვნახო თქვენი კითხვები. აი, პალოსან დაწმინდახე. მოგრის გასაწმენდად. მოკლედ, ჩემს წინა პირდაპირ ეთერს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. ეს ეხებოდა საკმაოდ მნიშვნელოვან და ძალიან აქტუალურ საკითხს. ხო, ჩვენ ყველა ვცხოვრობთ არც თუ ისე მარტივ პერიოდში. ეს არის პერიოდი ტრანსფორმაციის, ეს არის პერიოდი, როდესაც ახალი ენერგიები შემოდის პლანეტაზე და ამ პერიოდში თუ ჩვენ არ დავხვდებით, ასე ვთქვათ, ამ ცვლილებებს, გათვითცნობიერებულად შეიძლება ძალიან დაგვერტყას ამ პერიოდმა. ამიტომ მე ყველას გირჩევთ, იცოდეთ რა არის თქვენი კარმული მისია, ვინ ხართ თქვენ, როგორი პირადი რუკა გაქვთ, ასევე თუ ემიგრანტი ხართ, რამდენად შეგეფერებათ ეს ქვეყანა, სადაც თქვენ ახლა იმყოფებით, იმიტომ რომ ეს არის კრიტიკული წერტილი ახლა ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ეს პერიოდი, რომ უნდა ვიცოდეთ, სად არის ჩვენი ადგილი და ვინ ვართ ჩვენ. ხო? ეს არ არის მარტივი პერიოდი, მაინც საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ყველა უნდა დავუსვათ ჩვენ თავს კითხვა, ვინ ვარ მე? და რა ფუნქცია მაკისია საერთოდ ამ პლანეტაზე და რა მისია მაქვს, როგორც ჩემი თავის წინაშე, ჩემი უზენაესი მეს წინაშე, ხო? ასევე დავუშვათ კაცობრიობის წინაშე. ხო? ანუ რა არის ჩემი ფუნქცია? ანუ ესეთი სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხები აუცილებელია, რომ განვიხილოთ ჩვენს თავთან დიალოგში უკვე ყოველდღიურად. ამიტომ ეს არის ბერწყულის ეპოქა, მეგობრებო. ყოველწლიურად უფრო და მეტი, ასე ვთქვათ, მძლავრი და მეტი ენერგიები შემოდის მერწყულის. თან ახლა პლუტონიც მერწყულში რომ შევიდა. შესაბამისად, ძალიან ისეთი მერწყულური ენერგიებია, რას ნიშნავს, ახლა რომ გადმოვთარგმნოთ ადამიანურ ენაზე, ეს არის ენერგიები, როდესაც ჩვენ კოლექტიურად უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ, რა პოტენციალი, რა ტალანტები გვაქვს, რა კარმული მისია, რა კარმული ვალები. ხო? ანუ ეს თუ არ ვიცით, მაშინ ძალიან დავიკარგებით და გაგვიჭირდება ამ პერიოდში თვითრეალიზაცია და შეიძლება ძალიან ცუდად დაისახოს ამ ინფორმაციის არქონა თქვენს ბედზე. მართლა, აქ არ ვხუმრობ, ამიტომ ვინც არ იცით თქვენი პირადი რუკა, აუცილებლად შეადგინეთ, უნდა იცოდეთ, თუ დავუშვათ სიღრმისეულად გაინტერესებთ განხილვა პირადი რუკის, შეგვიძლიათ მოგწეროთ ჩვენც, ხო, გვაქვს ეგ სერვისი, ასე ბედის მატრიცის ანალიზით. ძალიან გარდამტეხი პერიოდი ახლა ყოველს ცხოვრებაში. არ მხოლოდ პოლიტიკურად არის გარდამტეხი, არამედ პერსონალურად ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის გარდამტეხი წლები ახლა. ამიტომ უნდა ვიყოთ შეიარაღებულები, ხო, უნდა ვიყოთ მზად ამ ცვლილებებისთვის და უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად ჩვენთვის დავუშვათ, რა გზით წასვლა არის უპრიანი და რა გზით არა. და ამ ინფორმაციას გვაძლევს სწორედ პერსონალური ჰოროსკოპი, პროგნოსტიკა, ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, ეს ყველანაირი სერვისები და გამოთვლები, მოკლედ წინასწარ გვაფრთხილებს და გვეხმარება, რომ არასწორი მიმართულებით არ შევუშვათ, იმიტომ რომ ამას მერე უკვე რაღაცა ფატალური შედეგი შეიძლება მოყვეს. ახლა არ არის პერიოდი, როდესაც ჩვენ უნდა დავუშვათ კიდევ შეცდომები, იმიტომ რომ რაღაცა კრიტიკულ წერტილს მიაღწია კაცობრიობამ უკვე რეალურად, ხო? და ჩვენ ამას ყველა ვგრძნობთ, ეს აურა ტრიალებს უკვე, რომ რაღაცა ზედა კრიტიკულ ზღვარზე ვართ. ანუ ახლა უკვე უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ, რა არის სწორი ჩვენთვის, ხო, ჩვენი სულიერი განვითარებისთვის. ამიტომ ძალიან საჭირო ბოროტო საკითხებია ეს, მეგობრებო, და გაითვალისწინეთ აუცილებლად, უნდა იცოდეთ, რა კარმული მისია გაქვთ. და განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ რელოკაციის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია აქ. რას გულისხმობ ახლა და რა იგულისხმება რელოკაციაში? მე წინა ლაივშიც ვახსენე ის, მაგრამ ყველამ არ იცის რა არის რელოკაცია. რელოკაცია არის ასტროლოგიური ტერმინი, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანმა შეიცვალა თავისი ლოკაცია, ასე ვთქვათ, ხო, თავისი ადგილმდებარეობა შეიცვალა და ის სხვა ქვეყანაში მოღვაწეობს. და ვიცით, რომ ბევრი ქართველი არის
დღესდღეობით ზუსტადაც რომ ემიგრანტი, ხო? თუ ჩემთან მოდიან კონსულტაციაზე ემიგრანტები და იყო არაერთი შემთხვევა, რომ გამოუთვალეთ კონსულტაციაზე რელოკაცია, რომ აი იმ ქვეყანაში ყოფნა, თუნდაც საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბრიტანეთში, ხო? რამდენად კარგი იყო ამა თუ იმ ადამიანისთვის, ვისაც დაუჟდა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დატოვოს იქაურობა და უფრო გზები გაეხსნება, დამიჯერეს და დატოვეს და მერე მართლა გზები გაეხსნათ. ამიტომ აუცილებელია, რომ თუ დავუშვათ ხართ ემიგრანტი, უნდა იცოდეთ ის ქვეყანა ხარ, რა ქვეყანაში თქვენ ხართ, რამდენად შესატყვისია თქვენი ენერგეტიკისთვის და ეს ყველაფერი გამოჩნდება, რა თქმა უნდა, რელოკაციაში. ამიტომ რელოკაციას განვიხილავთ ხოლმე ჩვენ კონსულტაციაზე. რა თქმა უნდა, ცალკე ზღვაქ სერვისი წერილობითაც თუ გინდათ რომ გქონდეთ, მაგრამ უფრო გასაგებია ხოლმე კონსულტაციაზე ამის განხილვა, იმიტომ რომ კონსულტაციაზე თქვენ გაქვთ რაღაცა კითხვების დასმის საშუალება, გაქვთ საშუალება რომ კიდე დავუშვათ რამდენიმე ვარიანტი განვიხილოთ რელოკაციის თქვენთვის, ხო, დაუშვათ ხართ გერმანიაში და გინდათ წახულეთ არ ვიცი საფრანგეთში, ან თუნდაც სხვა ვარიანტი გაქვთ რომ იტალიაში, ხო? და კონსულტაციაზე განვიხილავთ და აი მოკლედ გაძლევთ კონკრეტულ რჩევებს, რომელი ჯობია ამ ვარიანტებიდან, ხო? და რაიმე კითხვა თუ გაჩნდება, შეგიძლიათ პროცესში მკითხოთ. ამიტომ ეს უფრო გამოსადეგია ხოლმე როგორც წესი კონსულტაციაზე ამის განხილვა. და კონსულტაციაზე კიდე ბევრი სხვა თემა განიხილება. ხა მარტო თქვენი რელოკაცია არა, ახლობლების რელოკაციაც კეთდება, ხო? თუ გაინტერესებთ თქვენს ახლობლებს და უნდა იცოდეთ დაუშვათ რამდენად დაცულები არიან ისინი, ხო? თუ არიან ეხლა კრიტიკულ ადგილებში, ხა იგულისხმება სადაც არის საომარი მოქმედებები დაუშვათ, ხო? მე მყავს ესეთი კლიენტები, რო ყავთ ნათესავები დაუშვათ ისრაელში და კონსულტაციაზე განვიხილეთ ხოლმე მათი პირადრუკები, რელოკაცია შევადგინეთ და მივეცით რჩევები დაუშვათ, ხო, ვისთვის ჯობია იქ იყოს ფრთხილად და ვინ არის დაცული დაუშვათ მეტწილად. ამიტომ იქ მხოლოდ თქვენი საკითხი არ განიხილება, ანუ კონსულტაცია არის უფრო მასშტაბური და უფრო ვრცელი, აი მაგის თქმა მინდა. მეგობრებო, ეხლა კომპიუტერთან შემოვალ და ჩვენ ვისაუბრეთ წინაზე ირანზე, ვისაუბრეთ ისრაელზე, დუბაის თემასაც ხო შევეხეთ და წინაზე მე გაგაფრთხილეთ, რომ მსგავსი ასე ვთქვათ პლანეტები აქვს ირანსაც და დუბაის ხო გაერთიანებულ საამიროებს, ამიტომ ეხლა ეს ცეცხლი და ეს დაპირისპირებები არანაირად მეგობრებო არ დამშვიდდება, გაგრძელდება ეგ საომარი მოქმედებები. არ არის მარტივი პერიოდი ახლა ამ ქვეყნებისთვის, იმიტომ რომ ეს დუბლირება ხდება, ხო, როგორც უკვე ვთქვი, ცის კაბადონზე რა მდებარეობებიც გვაქვს, ზუსტად ის მდებარეობები აქვთ პირადრუკაში ირანსაც და გაერთიანებულ საამიროებსაც. ამიტომ განსაკუთრებით, ესე იგი, მათ შეეხო ეს ენერგიები განსაკუთრებით, ხო? და რაც შეეხება ამერიკაზე წამოვიდა ბევრი კითხვები, მეგობრებო, და ამერიკაზეც მინდა რომ ვისაუბროთ დღეს, იმიტომ რომ წინაზე ორიოდე სიტყვით ვახსენე ამერიკა, ბევრი არ მithქვამს ამერიკაზე და მე მომწერეს რომ მეტი გვინდაო და კი ბატონო გავითვალისწინე და დღეს ვისაუბრებთ ამერიკაზეც. ხო, რა თქმა უნდა, საქართველოს თემასაც შევეხებით, ხო? ამთან დაკავშირებით რომ ვკითხოთ, ძალიან მეშინია პატარა მყავს და ამის რამე დაემთოს არ ვიციო. ხო, ომთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, კი ბატონო, ოღონდ სად ხართ, მე არ ვიცი ამ შემთხვევაში, ხა არ ჩანს კომენტარში და ესე ზოგადად მაგის განხილვა უფრო ცალკე ჯობია კონსულტაციაზე, იმიტომ რომ ეს ზეპირად ისე ზერელედ რო გითხრათ, რომ კარგად იქნება ან ცუდად, ეგ არ იქნება პროფესიონალური ჩემი მხრიდან, მე უნდა ვიცოდე პირადი რუკები თქვენი, ამიტომ კონსულტაციას გირჩევთ მაშინ მაგ საკითხზე. ამაზე ვისაუბრე უკვე ლაივის დასაწყისში. კი ბატონო. გეოლოკაცია. რელოკაციის სერვისი ეგ რელოკაცია. ხო, გეოლოკაცია არა, გეოგრაფიული ლოკაცია, ანუ გეოგრაფიული მდებარეობა გამოდის, მაგრამ ისე რელოკაცია ქვია ამ სერვისს. საინტერესო კომენტარი იყო თაბარ. კი ბატონო.
მოკლედ, რაც შეეხება ახლა ამერიკას, ახლა ბევრი კითხვა იყო წინაზე ამერიკას და უნდა ვახსენო უცლებოდ. რა ელის ამერიკას, ბევრი ქართველი ემიგრანტი ყავს ჩვენ ამერიკაში, მოკლედ, განსაკუთრებით ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში და მოკლედ რამდენი ყავს იქ, ხო და მათაც მომწერეს, ანუ ცალკე განვიხილეთ ხა კონსულტაციაზე თავიანთი ტრანზიტები და ასე შემდეგ და უთხარი, მაგრამ თქვენ რა დააშავეთ, ხო, ჩემ აუდიტორიამ თქვენც უნდა გითხრათ, რომ დაახლოებით რა ტენდენციებია მოსულოდნელი ამერიკაში. ესე იგი, ამერიკა მე ჯერ კიდევ წინა წელს გაგთხილებდით, რომ ამერიკა და კერძოდ დონალდ ტრამპი დაიწყებს მაქსიმალურად მოქმედებას იმისთვის, რომ გააფართოოს თავისი ქვეყნის ზეგავლენის არეალი. და ეს დაიწყება აუცილებლად. ხო, ამაში რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა თავისთავად საუბარი მოქმედებები ხა ომის გარეშე ვინ ჩაგვარდება, ხო, მით უმეტეს ჩვენ დროში. როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის არეალის გაფართოებაზე, ყოველთვის ეს გულისხმობს ერთგვარ ომსაც და დაპირისპირებას და კონფლიქტებს. ანუ საბოლოო ჯამში როგორც თქვა ტრამპმა, make America great again, ხო, ანუ ამერიკა ისე უნდა იყოს დიდებული. ხო, რო გადმოთარგმნოთ. მართლაც ის მისდევს ამ თავის იდეოლოგიას და მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ ესე იგი ამერიკა ეკონომიკურად წამოვიდეს წინა პლანზე და გაასწროს, ასე ვთქვათ, ჩინეთს, რაც მას ძალიან უნდათ. იმიტომ რომ ჩინეთი ახლა, მსოფლიო მასშტაბური წარმოებიდან გამომდინარე, რაც არის ახლა ჩინეთში, ძალიან გაძლიერდა ეკონომიკურად. მოკლედ აქ პოლიტიკას უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ ეს არის აქტუალური საკითხი, მაინც ახლა ისე დროში ვცხოვრობთ, რომ ეს რო არ განვიხილოთ, არ გამოვა, იმიტომ რომ ასე თუ ისე ყველას გვეხება პოლიტიკური საკითხები. მოკლედ ავხსენეთ, ხო, ტრამპის მიზანი რა არის? იგი რომ გააფართოს მაქსიმალურად, ესე იგი, გავლენები ამერიკის, ხო? ეხლა ვის მოწონს მისი ტაქტიკა და ვის არ მოწონს, ეგ უკვე სხვა თემა არის, მაგრამ ფაქტია, ახლა ჩვენ ფაქტზე ვსაუბრობთ, ხო, რომ რა ხდება საერთოდ. და ტრანზიტებიც ამერიკას არ აქვს ახლა უიღბლო, პირიქით, საკმაოდ იღბლიანი ტრანზიტები აქვს ახლა ამერიკას. კერძოდ იუპიტერი აქვს დაბრუნებული, ანუ იუპიტერის დაბრუნება ხდება, ეს ძალიან კარგი არის, იუპიტერი კირჩხებში აქვს ნატალურ რუკაში ამერიკას, მზეც და ვენერაც და მერკურიც, აი რამდენი პლანეტა კირჩხებში უამრავი. ამიტომ იუპიტერის ტრანზიტი ახლა რომ გვაქვს კირჩხებში, ეს ავტომატურად დუბლირებას აკეთებს, ხო? მასპირად რუკაში. ანუ ახლა საკმაოდ იღბლიანი პერიოდი არის ამერიკისთვის. უბრალოდ მთავარია რომ მათ ეს თავისი იღბალი სწორედ მიმართონ და სწორედ გამოიყენონ, ხო? ეს არის აქ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება ახლა კარგი პერიოდი კი არის დაუშვათ ქვეყნისთვის, ხო? ტრანზიტები ამას გვეუბნება, მაგრამ სწორედ უნდა გამოიყენონ მათ ეს, ხო? ეს არის კიდევ მნიშვნელოვანი ნიუანსი, რაც უნდა ვთქვათ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამერიკა გააფართოებს თავის გავლენებს, ეს ასე არის. მე გავთხილებდით კიდეც მახსოვს წინა წელს პროგნოზი რომ მქონდა, რომ გააფართოებს თავის გავლენებს ამერიკა თქო, ვისაც არ გინახავთ ის პროგნოზი, ხო, ნახეთ, აუცილებლად დევს ჩვენთანაც და YouTube-ზეც დევს და მოკლედ Facebook-ზეც. და თავად ტრამპის რუკასაც რო განვიხილავთ, იქაც ვახსენე ეგ საკითხი, ხო, როგორც მახსოვს და შეგიძლიათ ნახოთ, ხო, ტრამპის რუკის განხილვაც დევს ჩვენთან. ამიტომ ეს ყველაფერი არის საკმაოდ ლოგიკური. საკმაოდ ლოგიკური, რაც ხდება და ამერიკისთვის არის კარგი ტრანზიტები საკმაოდ. კი ბატონო, კიდევ აი თქვენს კითხვებსაც ვნახავ ხარ ვარ დამეჩაგროთ და გავაგრძელოთ კიდევ საუბარი. დუბაიში დიდხანს იქნება ომი. თუ არაო, ასე აინტერესებთ. იცით რა არის ახლა დიდხანს, აი რა იგულისხმება ამ სიტყვაში დიდხანს. რა თქმა უნდა ახლა როგორც რუსეთ-უკრაინის ომი გაიწელა, ისე არ გაიწელება. მე ამას ვამბობ, იმიტომ რომ აქ სხვა ძალებია ჩართული, სხვა ზეციური პლანეტარული გავლენები არის საერთოდ, რაც ნიშნავს, რომ უფრო სწრაფად დამთავრდება ეს ყველაფერი. არ გაიწელება ისე, როგორც რუსეთ-უკრაინის ომი. ამის თქმა შემიძლია პირდაპირ და დანარჩენი ხა 2-3 დღეში ნამდვილად არ დამთავრდება, მაგრამ ამ პროცესებს ჭირდება თავისი დრო. ანუ ეს არ არის ისეთი რამ, რაც რამდენიმე დღეში მთავრდება, დავუშვათ.
ხო, რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიანი პროცესი არის, ეს ომი და კონფლიქტი და დაპირისპირება. აქ ვიტყოდი მე ასეთ რამეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ომი. ანუ ომი იქნება ძალიან პრიმიტიული სახელი ამისთვის. ეს არის უბრალოდ გავლენების განაწილების პროცესი. რისი წინაპირობაც არის ომი. სხვანაირად არ ხდება, ხო? ანუ ეს არის პოლიტიკა, ხო? პოლიტიკას თავის წესები აქვს. ამიტომ ეს უნდა გავიხილოთ და გავითვალისწინოთ და გავითავისოთ. რომ რასთან გვაქვს საქმე. ეს ასეა. და მახსოვს ბევრი მწერდა კიდეც, რომ აი მარიამ, ესე იგი, როგორ ხდებაო ეს ბიბლიური წინასწარმეტყველებაო ისრაელთან დაკავშირებითო და ხო, ნამდვილად მეგობრებო, ბევრი პროცესი, რაც ხდება და რაც მოხდება, ასე ვთქვათ, ამ პლანეტაზე წინასწარ არის დაწერილი, მაგრამ არის რაღაცა, ასე ვთქვათ, ვარიანტები ჩვენი პლანეტის მომავლის ისე შეცვლაც ჩვენ, ანუ კაცობრიობას ერთობლივად შეგვიძლია, ანუ შეცვლაში რას გულისხმობ? უკეთესობისკენ რო წავიდეს და უშუალოდ იმაზე მაინც ყველაზე ცუდი სცენარი რო არ მოვიზდოთ. ეგ ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს არა მხოლოდ ცალკეულ პიროვნებებზეა დამოკიდებული, ეს არის კაცობრიობაზე, ხო? კაცობრიობის კოლექტივზე არის დამოკიდებული და მე ძალიან მინდა რომ ეს ასე მოხდეს, რომ ავირიდოთ ჩვენ ის რაღაცა დამანგრეველი სცენარები, რაც შეიძლება რომ მოხდეს ამ პლანეტაზე. ну, ეს ძალიან მინდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს კაცობრიობაზე არის დამოკიდებული და იმაზეა დამოკიდებული კიდევ თითოეული ჩვენგანი რამდენად გათვითცნობიერებულად ცხოვრობს, ხო? გათვითცნობიერებულ მოღვაწეობაში ხა მე რას ვგულისხმობ? მე რომ ვიცი, არა მხოლოდ ის რომ რა სახელი მაქვს, რა გვარი მაქვს, გენდერი და ასე შემდეგ, ხო? რა მისწრაფებები ცხოვრებაში, არა, ეს ძალიან პრიმიტიულია ახლა. მე როცა ვიცი რა მისით რეინკარნირდა ჩემი სული ამ პლანეტაზე, რა გამოსხივება, ანუ რა ვიბრაციები მაქვს და მე რა შემიძლია რომ შევცვალო. როგორც ჩემ ცხოვრებაში დადებითისკენ, ასევე ჩემი ქვეყნის ცხოვრებაში თუნდაც ხო დადებითისკენ, ან კაცობრიობის ცხოვრებაში. აი რაღაცა პატარა მცირედი წვლილი რომ შევიტანო. მერწყულის ეპოქა ამას ითხოვს რეალურად თითოეულ ჩვენგანისგან, რომ ჩვენ უფრო ადამიანურები გავხდეთ, იმიტომ რომ ეს რაღაცა ტექნოლოგიების განვითარება ცოტა გაგვაზარდათ ადამიანები და რაღაცნაირად ადამიანობაც ვფიქრობ უმეტესწილად ცოტათი დაგვიქვეითა. უკვე აღარ გვაქვს ისეთი ემპათია, ისეთი თანაგრძნობის უნარი, ისეთი ადამიანობა, ეს რაღაცა ეს ემოციები ცოტა დაგვიქვეითა. ამიტომ ეს ნეგატიური მხარეც აქვს ამ ტექნოლოგიებს, მეგობრებო, და ეს კარგად გამოჩნდა კოვიდის პერიოდში სხვადასხვა. ამიტომ ეს ადამიანობაში რაც იგულისხმება, ეს თვისებები უნდა გავაძლიეროთ. ჩვენ თუ გვინდა რომ გადავრჩეთ საერთოდ კაცობრიობა. ამიტომ ეს ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია, რა პერიოდსაც გადის ახლა კაცობრიობის კოლექტივი მთლიანობაში, ხო, რასაც გავდივართ ჩვენ. კი, რაღაც პროცესები ხარ ჯერ შეიძლება არ არის ისეთი თვალსაჩინო, მაგრამ იქნება თვალსაჩინო რამოდენიმე წელიწადში. ამის გარანტიას გაძლევთ, ეს ასე იქნება. ამიტომ რაზეც ახლა მე ვსაუბრობ, შეიძლება ბევრისთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ იყოს, ვინც მზად არის რომ ეს ინფორმაცია აღიქვას, მათთვის იქნება გასაგები ეს. და დამეთანხმებიან, რასაც გულისხმობ, მაგრამ მოვაძრო და ყველა გაიგებს, რასაც გულისხმობ. მოკლედ, ცოტა ვუსტრებ ხოლმე მოვლენებს, მიყვარს გასწრება, მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანია ამ თემაზე უკვე საუბარი, იმიტომ რომ მართლაც ძალიან ტრანსფორმაციულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. და დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინაშე, არამედ ჩვენი პლანეტის წინაშე. ხა თუ პლანეტა ღმერთმა დაგვიფაროს და არ იარსებებს, ქვეყანაც არ იარსებებს, ხო? ვის რაში უნდა მაშინ შენი ქვეყანა და ეროვნულობა თუ პლანეტა დაზიანდა, მაშინ პლანეტა არის ჩვენი სახლი პირველ რიგში, ამიტომ ეს არ უნდა დავივიწყოთ. პლანეტა არის ფუნდამენტი ჩვენი არსებობის ამ განზომილებაში ფიზიკურ პლანზე. ჩვენ ფიზიკურად ვერ ვიარსებებდით, რომ არის დედამიწა. ამიტომ ამ საკითხებზე, აი ხო თითქოს მარტივია და ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ მომენტებში გვავიწყდება ეს და მნიშვნელოვანია რომ ეს არ დავივიწყოთ.
ვნახოთ. გასაგებია. ხო, ბევრი კითხვა იყო თვითონ ევროკავშირთან მიმართებაში, რომ რა იქნებაო. შესაბამისად, ახლა ამაზეც მინდა ვისაუბრო, რომ უბრალოდ ვიღაცები დავაწყნარო, ხო? ან არ დავაწყნარო. გააჩნია ვინ როგორ აღიქოს ამ ინფორმაციას. გასაგებია. მოკლედ, არის პირად რუკაში ევროპული თავად ევროკავშირის, ხო? ასეთი ასპექტები, საბოლოო ჯამში რამდენიმე წელი დაჭირდება ოღონდ ამას, ის არ არის რაღაც ძალიან გრძელვადიანი მომენტი. დაიშლება, კი, დაიშლება ევროკავშირი აუცილებლად. ეგ გარდაუვალი, მე ამას ვხედავ კერძოდ ევროკავშირის ასტრო რუკაში. ამას ვხედავ, რომ დაიშლება. რაღაც პერიოდი დაჭირდება ამას, მაგრამ დაიშლება აუცილებლად. იქნება რაღაცა დიდი კრიზისი, ტრანსფორმაციები ევროპაში, ინტერესთა სხვადასხვაობა. კი, ეს ყველაფერი ელის ნამდვილად, მაგრამ კერძოდ ამ ომზე თუ ვსაუბრობთ, ევროკავშირი საერთოდ ახლა სხვა საკითხია ამ შემთხვევაში, ხო? მათ თავიანთი კრიზისები და თავიანთი პრობლემები აქვს და დამეთანხმება ყველა ვინც მან ცხოვრობს. ამიტომ არ გავაიგივოთ ახლა ეს ომიც ევროკავშირთან, იმიტომ რომ ამ ომის მიზნები საერთოდ სხვა არის, მეგობრებო. ახლა ვინც პოლიტიკოსია და ვისაც პოლიტოლოგია ესმის, ხვდებიან რა მიზნები აქვს ამ ომს. თუმცა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისთვისაც არ არის მარტივი პერიოდი და არც იქნება, იმიტომ რომ მართლაც არის ის დამანგრეველი ისეთი ტრანზიტები და მოსალოდნელია დაშლა. ეს ჩანს. თუმცა, საკმაოდ ისეთი ძლიერი პლანეტებია, ბევრი გავლენებია, ესე იგი აქ მორიელის დიდი გავლენებია. ძალიან ფარულია, მოკლედ, ბევრი საიდუმლო არის, რაც მერე გამოაშკარავდება, ძალიან ფარულია ეს ყველაფერი, ამის თქმა შემიძლია. ფარული და ამავდროულად ძალიან სტრატეგიული და ჩაკეტილი, მოკლედ. ხო, ეს რაც მინდოდა მეთქვა ევროპაზე. მოკლედ, ვერ ვიტყვი, რომ ევროპაც ახლა უსაფრთხოა საცხოვრებლად, მაგიტო გეუბნებით, ახლა ისეთ პერიოდში ვართ, თითქოს ვულკანზე ვზივართ, ყველა. ასეთი პერიოდია რა. ამიტომ ყველას გირჩევთ, თუ თქვენს დაუშვათ შეგიძლიათ და იცით, გაქვთ მაგის საშუალება, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ და ნახოთ თქვენი რელოკაცია დაუშვათ. თუ ვერ გაიგებთ და დიდი შანსია რომ ვერ გაიგოთ თუ არ ხართ პროფესიონალი ასტროლოგი, იმიტომ რომ რელოკაცია არ არის მარტივი. არ არის პერიოდია ეს, ამიტომ რაღაცა ლოკალური დაპირისპირებები და კონფლიქტები იქნება კიდევ, ანუ ეს არ არის მხოლოდ დაუშვათ დუბაი, კვიპროსი, ისრაელი, ირანი და ასე შემდეგ. ვიმეორებ, ხდება პოლიტიკური გავლენების გადანაწილება. ეს არ მოხდება სისხლის გარეშე, ეს არ მოხდება მშვიდობიანად. რა ვქნათ, ასეთი წესები აქვს, მოკლედ, სოფლიო პოლიტიკურ წყობას და ძალაუფლებას. ძალაუფლება. ძალიან კარგია, ესე იგი, ქართულ ენას აქვს ძალიან სიღრმისეული მნიშვნელობები სიტყვებს. ძალაუფლება, ხო? ანუ ძალით მე უნდა მოვიპოვო უფლება. ეს არის პოლიტიკური ძალაუფლება. ძალით ხდება ამის მოპოვება, სხვანაირად ვერა. სამწუხაროდ, ხო?
მეგობრებო, ახალმთვარეობაზეც ვიტყვი 19 მარტს გვაქვს ახალმთვარეობა. ახალმთვარეობა არის პერიოდი, როდესაც შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილები, შეგიძლიათ ჩამოწეროს თქვენი გეგმები, ხო რა გინდათ, რომ გააკეთოთ ამ პერიოდის განმავლობაში, ხო მანიფესტაციური ტექნიკები გავაკეთოთ და მაქსიმალურად შეგვიძლია რომ ვიფიქროთ ამ პერიოდში თვით გადარჩენაზე პირველ რიგში და თვით რეალიზაციაზე, თუმცა ვიმეორებ, ვისაც არ აქვს ცოდნა რომ ვინ არის საერთოდ და რა მისია აქვს, ეს ძალიან გაუჭირდება. ამიტომ ეს გასათვალისწინებელია. ხო და ჩემი რჩევაა რომ ვინც არ იცის და უშუალოდ პირადი რუკა თუ ვიყურებენ ასეთებიც, შეადგინეთ და გაიგეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ხო კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ ყველა მიცოდეს თავისი პირადი რუკა. ეს დაგიცავთ ფაქტობრივად, ანუ ეს იქნება როგორც ერთგვარი ფარი და გზამკვლევი თქვენთვის ამ პერიოდში. ამიტომ 19 მარტს კი ბატონო შეგიძლიათ გააკეთოთ მანიფესტაცია, ჩაიფიქროთ სურვილები, მთვარის ელექსირი რო გასწავლეთ მე და დევს ეგ ვიდეო და ხა აღარ გავიმეორებ, 15-ჯერ გავიმეორე მგონი. სხვადასხვა ლაივებში და ცალკეც გვიდევს ამონარიდები მე რო ვლაპარაკობ მთვარის ელექსირზე და რა არის ეგ საერთოდ. მოკლედ, მთვარის ელექსირი შეგიძლიათ დაამზადოთ კიდევ ახალმთვარეობაზე. არა მარტო კვიპროს თურქეთის ეშინია საბერძნეთ, რა თქმა უნდა, ძალიან ისეთი პერიოდია. აი მაგიტო ვთქვი ვულკანზე ვზივართ მეთქი. აი ლოკალურად მოკლედ აი სად რა აფეთქება იქნება და სად რა იქნება, ეგეთ პერიოდში ვართ უბრალოდ. ხო, ანუ გავლენების განაწილება მასე ხდება, სხვანაირად ვერ, სამწუხაროდ. ეხლა ვართ მოწყურს ეპოქაში და როცა თევზებში გადავა რა იქნებაო, სხვა შეწირვა იქნებაო. არა. ისევ და ისევ შეცდომა არის ამ კითხვაში. ასტროლოგიური ეპოქების განლაგება ხდება უკუსვლით. რას ნიშნავს ეს? თევზების ეპოქა გამოვიარეთ უკან. ანუ თავად ასე ვამბობთ კიდეც. იესო დაიბადა, მოვიდა ამ პლანეტაზე რეინკარნირდა. როდესაც დამთავრდა ვერძის ეპოქა და იწყებოდა თევზების. ანუ მიჯნაზე დაიბადა ამ ორი ეპოქის, ანუ ასე ვამბობთ. ეხლა თევზების მერე, ანუ უკან რო წამოვიდეთ, არის მერწყული. მერწყულის ეპოქაში ეხლა შემოვედით ჩვენ რეალურად, ხო? შევედით. ზოგი ამბობს 2001 წელს იყო, ზოგი ამბობს 2000-ო, მოკლედ, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ვართ ეხლა ამ ეპოქაში. მერწყულის ეპოქაში. მერწყულის ეპოქის მერე იქნება თხის რქის ეპოქა და არა თევზების ამ შემთხვევაში, ხო? ანუ უკან მივდივართ რეალურად. ანუ წინ არ მივდივართ ეპოქებზე, რომ ვაპარაკობთ ეპოქა უკუსვლით არის, რეტროსვლით არის ეპოქები. და არის 1000 წლიანი და ხა 1000 წლის მერე რა იქნება, ამაზე ნამდვილად ძალიან ადრეა საუბარი, საერთოდ ვიარსებებს თუ არა, ეგეც საკითხავია უკვე 1000 წლის მერე, მაგრამ ნუ როგორც ადამიანური კოლექტიური არაცნობიერი თუ რაღაც სხვა ფორმაში გადავალთ და სხვა განზომილებაში, ხა ჩვენ უწინასწარასე არ ვიცით, ამიტომ ჯერ 1000 წლის მერე რა იქნება, მაგაზე კი არ ვიფიქროთ, არამედ ვიფიქროთ საერთოდ ერთი თვის მერე რა იქნება, ანუ მაგის პროგნოზირება რთულია, ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, მეგობრებო, ამიტომ 1000 წლის მერე რა იქნება. ეს ცოტა მეცნიერებსაც უჭერთ მაგის პროგნოზირება, ამიტომ. თუმცა საინტერესო კითხვა იყო. და კარგია რომ განვიხილეთ, ესე იგი ეპოქები რო ასე არის. და კიდე იმის თქმა მინდა, მეგობრებო, რომ აი უამრავი ინფორმაცია იდება ეხლა, აი მართლა იმაც ხდება ხოლმე და ზოგი ისეთი სისულელე იწერება, აი ყველაფერს ნუ დაუჯერებთ და ნუ წაიკითხავთ რა. ეხლა ვართ ისეთ პერიოდში, სადაც თქვენ თვითონ უნდა მიხვდეთ და გაფილტროთ ვის მოусმინოთ და რას დაუჯეროთ, იმიტომ რომ 1000-ნაირი ინფორმაცია იდება. უმრავლესობა ნაგავია, პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ ტყუილები წერია. თუნდაც ასტროლოგიური პროგნოზები რაც იდება, ნუმეროლოგიური პროგნოზები და ასე შემდეგ, უმრავლესობა არის ისეთი ნაგავი, რომ აი არ ვიცი.
საშინელება თქვენ ადგილას საერთოდ წავშლიდი news feed-დან და დავაჰაიდებდი რომ აღარ ამოვაგდოს ისეთი სისულელები იდება ხოლმე. იმიტომ რომ ტრენდული თემა არის და რაც ტრენდულია, ასე ვთქვათ, ყველა დებს მე და ყველა რაღაცას ამბობს. იმიტომ რომ ტრენდულია, მაგრამ ასტროლოგია არ არის ისეთი სფერო, ასე ვთქვათ, მარტივი, ძალიან სიღრმისეული სფეროა და როდესაც ასეთ ზედაპირულ სისულელეებს წერენ ხოლმე, ძალიან არ მომწონს. მე მხვდება გულზე, იმიტომ რომ რატო უნდა ვაჭამოთ ეგ საზოგადოებას, რატო უნდა ვაჭამოთ ეგ ხალხს, ეგ ტყუილი ინფორმაციები. ამიტომ გაფილტრეთ, ჩემი რჩევაა, რომ რას დაუჯეროთ საერთოდ. 1000-ნაირი ინფორმაცია იდება და ყველაფერი სწორი არ არის. ნამდვილად. და რეალურად როგორ შევამოწმოთ რა არის სიმართლე და რა არა ასტროლოგიაში. ხო, ასტროლოგია მიუხედავად იმისა, მე ამაზე ვლაპარაკობდი ადრეც, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ჯერჯერობით, მერე იქნება ზუსტად ვიცი. არ არის აღიარებული როგორც აკადემიური მეცნიერება. იმიტომ რომ კვლევები არაა დადებული საკმარის და მაგიტო, თორე არის ძალიან ზუსტი მეცნიერება. ზუსტი დისციპლინა რეალურად, ხო? ანუ, როდესაც დავუშვათ იცი ბაზა, ხო, საბაზისო მდებარეობები და ცნებები ასტროლოგიის, მაშინ შეხვდები რაღაცას რო კითხულობ, ან სტატიას, ან ვიღაცის გამოსვლას უსმენ და როდესაც მისი სიტყვები დავუშვათ, არის აცდენილი ლოგიკას დავუშვათ, ხო, ფორმულა არსებობს. ფორმულები არის უამრავი ასტროლოგიაში, ხო, ეს არის მათემატიკური რეალურად გამოთვლები, ხო, გრადუსები იქ, დავუშვათ, კვადრატები, მინუტები, ტრინები და ასე შემდეგ, შეერთებები პლანეტების, ყველაფერი არის მათემატიკურად გამოთვლილი და როცა ადამიანი ლაპარაკობს სისულელეს დავუშვათ და თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია და იცით რომ ეს ასე ვერ იქნება 100 წელი, მაგრამ ადამიანი ამას ამბობს, ვინც არ იცის დავუშვათ ასტროლოგია და არ ესმის დაიჯერებს, კი ბატონო. მაგრამ ამიტომ ვამბობ რომ კარგია რომ იცოდეთ დავუშვათ თუნდაც საბაზისო ცოდნა გქონდეთ ასტროლოგიის, რომ თქვენ არ მოტყუდეთ და რაღაც სულელური ინფორმაციები რაც იდება ხოლმე უამრავი მხდება ამ პერიოდში განსაკუთრებით რაღაც fake news-ები და 1000 საოცრება გაფილტროთ უბრალოდ. უნდა გაფილტროთ, იმიტომ რომ თქვენ ზიანდებით მაგით, როდესაც არასწორი ინფორმაცია შემოდის თქვენს ბიოველში, ეს თქვენ გაზიანებთ და განგრევთ ნელ-ნელა. ამიტომ უნდა იცოდეთ რა ინფორმაციას დაეყვნოთ, რა მორჩა. გავაკეთოთ. მოვისროლოთ. კი ბატონო. ეხლა რაც ვთქვით, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი როგორც ახალმთვარეობაზე და ასევე ვთქვით იმ ეპოქაზე, რა ეპოქაშიც ვცხოვრობთ. ეს უნდა გვეთქვა. ეხლა ბევრს აინტერესებს მეგობრებო ისრაელი. წინაზე ვილაპარაკე, მაგრამ ეხლა კიდევ ვიტყვი, ხო, ისრაელზე. მოკლედ, ისრაელს ისეთი პირადი რუკა აქვს, მეგობრებო, რომ არ დამარცხდება, შანსი არ არის ისრაელის დამარცხების. თან აქ რომ ჩავთოთ თუნდაც საბაზისო ცოდნა, ხო, სამხედრო. ისეთი სამხედრო დაცვა აქვს სერიოზული, ყველაზე დაცული ცა არის ისრაელის. არის საოცრად დაცული. თვარსები სულ რამოდენიმე მსხვერპლი ყავდათ და მეტი არა რეალურად. ძალიან დაცულია, ხო? აი თუნდაც სამხედრო შეერაგებას ძალიან ძლიერი აქვს და რეალურად მათ აქვთ, ხო? პლანეტარული დაცვაც, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი პლანეტებია აქ, ძალიან. აი უმეტესწილად არის პლანეტარულად, ესე იგი ლომის გავლენა ძალიან ძლიერი. კირჩხიბიც არის და ყურო, ხო? ანუ ეს ნიშნებია ძირითადად. როგორც უკვე ვთქვით, კინა ლაივში, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდიდან, ეს იქნება ივნისის ბოლო, ივნისის ბოლოდან, როდესაც იუპიტერი წარმატების პლანეტა შევა ლომში, ძალიან კარგი პერიოდი დაიწყება ისრაელისთვის განსაკუთრებით. ამიტომ ეს ომი არ გაიწელება ასე ძალიან და ასე მასშტაბურად. ისრაელი უფრო დიდ მასშტაბზე, დიდ ზეგავლენის მასშტაბზე გავა, ეს ჩანს მათ ტრანზიტებში. მოიპოვებენ ზეგავლენას ახალ ტერიტორიებზე.
ამიტომ ხო, ის არის საკმაოდ კარგი პერიოდი ამერიკისთვისაც და რეალურად საქართველოსთვისაც კარგი პერიოდი დაიწყება, იმიტომ რომ იუპიტერი დაუბრუნდება საქართველოს, როგორც უკვე ვთქვი, 1 წლით ივნისის ბოლოდან. იუპიტერი საქართველოს აქვს ლომში 91 წლის კოსმოგრამიდან გამომდინარე. ამიტომ საკმაოდ კარგი პერიოდი დაიწყება ჩვენი ქვეყნისთვისაც. ეს იქნება პერიოდი უცხოური ინვესტიციების შემოსვლის, ეს იქნება პერიოდი გაფართოების, ავტორიტეტის გაზრდის, ხო, ანუ უფრო წონიანი გახდება ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე. ხო. ეს უკვე ზაფხულის პერიოდიდან, ეს არის ივნისის ბოლოდან. ეს დავიმახსოვროთ. საფრანგეთი. ხო, საფრანგეთიც ხო ევროკავშირში შედის რეალურად. ხა ევროკავშირზე ვთქვით უკვე, რომ რა იქნება. ანუ ეგ ვთქვით უკვე შეგიძლიათ გადაახვიოთ. კი ბატონო, მეგობრებო. მოკლედ 19 მარტზეც ვისაუბრეთ და ვის ვერ დაესწრო live-ს მე ნახავენ ჩანაწერს. მეგობრებო, თუ რაიმე კითხვა გაქვთ დამატებით, ან გაინტერესებთ კონსულტაციაზე ჩაწერა, ან სხვა სერვისებით ხართ დაინტერესებული, მოგწერთ მეგობრებო, ჩვენი WhatsApp-იც მითითებულია ჩვენს Facebook-ზე და შეგიძლიათ პირადშიც მოგწეროთ. და ყველას გისურვებთ სიბრძნეს, შინაგან სიმტკიცეს და თქვენი კარმული მისიის ასრულებას და რო აასრულოს ჯერ უნდა გაიგოს რა არის თქვენი მისია, ხო? ამაში ზუსტად გვეხმარება ასტროლოგია, ხო? ესაა ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ასტროლოგიის. თუ ჩემს ნებასთან ერთად. მოკლედ ყველას გისურვებთ წინსვლას.